ნუ დაარღვევს საავტორო უფლებას. ამ სახელწოდების მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია გაიმართა კულტურის სამინისტროში. ალბომი უფლებების დარღვევის ასოციაციის საავტორო უფლებების დარღვევის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში გამოიცა. კომპაქტ დისკში 30 ცნობილი შემსრულებლის ამდენივე კომპოზიციაა შესული. პრეზენტაციას ქართველი მუსიკოსები, სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მუსიკალური ალბომი უფასოდ გავრცელდება. ნუ დაარღვევს საავტორო უფლებებს. ამ დისკის წინა მხარეს არის ეს მოწოდება, უკან არის კანონით გათვალისწინებული სასჯელი, საკმაოდ მკაცრი. ეს სასჯელი სანამ დაიწყებს აღსრულებას, საჭიროა საზოგადოების ინფორმირება იმისთვის, თუ რატომ არის საჭირო საავტორო უფლებების დაცვა. დღევანდელ თანამედროვე ეკონომიკაში ეს არის სერიოზული ნაწილი ეკონომიკისა, სერიოზული შემოსავლის წყარო არტისტებისთვის. ეს ხალხი გაერთიანდა, არა მარტო მომღერლები, კომპოზიტორებიც გაერთიანდა ამ მოწოდების ირგვლივ და გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ საავტორო უფლებების დარღვევა ისჯება კანონით და იგი ქურდობას წარმოადგენს და გვაქვს იმედი, რომ ის მენტალური პრობლემა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში საავტორო უფლებების დარღვევის კუთხით, ამ მენტალურ პრობლემას აღმოუქმნით.